მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს არის პროტესტის მე-15 დღე. წვიმის და ცივი ამინდის მიუხედავად საკმაოდენობის ადამიანები მოვიდნენ საპროტესტო აქციაზე დღეს ბათუმში. დაველოდები სხვა მაყურებლების შემოსვლასაც და ვეცდები აქ შეკრებილ ადამიანებს გავესაუბრო და ვკითხო პრინციპში ყველა მიცის მიზეზი თუ რის გამო არიან ეს ადამიანები აქ მოსული, თუმცა ყველას აქვს მისი სათქმელი, ყველა თავისებურად გამოხატავს ამ სათქმელს, ამ გულის ტკივილს და ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველთვის მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს გამოხატონ თავიანთი აზრით. მეგობრებო, მოკლედ ეხა ვაპირებთ რომ გავშალოთ ხოლგა, გვაქვს საწვიმრები და ვისაც სურვილი გაქვს, რა თქმა უნდა, აგერ ციანა არიგებს და გამოართეთ. მოისმინეთ ალბათ, დაიწყო წვიმა ბათუმში და ამინდის მიუხედავად მოქალაქეები მაინც მოვიდნენ და აპროტესტებენ. 28 ნოემბერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო და ქართული ოცნება უბრალოდ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ფაქტობრივად ეს იყო განაცხადი, რომ ჩვენ ვამბობთ უარს, ანუ ქვეყანა ამბობს უარს ევროკავშირზე და ევროკავშირში ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დღეებში ირაკლი ყობახიძე თითქოს შეეცადა რომ ეს მისი განცხადება საზოგადოებამ თითქოს სხვაგვარად გაიგო. მან თქვა ის, რაც თქვა. მან თქვა, რომ 2028 წლამდე ქვეყანა აღარ აპირებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის გაგრძელებას და წამოჭრას და მუშაობას ამ თემაზე. 15 დღე და 15 ღამეა საქართველოში, საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქებში საქართველოს მოქალაქეები გამოდიან და აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეუცვალოს, ოფიციალურად შეუცვალოს კურსი ქვეყანას და გზა, რომელიც ჰქონდა არჩეული, თითქოს ნათელი იყო. საქართველოს მოქალაქეებს გაცხადებული ჰქონდა თავიანთი და არაერთ გზის, მათ შორის თავიანთი ევროპული მომავლის, რო ისინი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის და თავიანთ მომავალს ხედავდნენ ევროპაში, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და შედეგიც მიიღო ათობით არა, ათასობით ადამიანი, უფრო სწორი იქნება, თუ ასე ვიტყვით, გამოდის და აპროტესტებს 15 დღე და 15 ღამეა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას. ამ პროტესტს მოჰყვა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან საშინელი რეპრესიები, ძალადობა, 500-მდე ადამიანია დაკავებული, ნაცემი, 30 ადამიანია სისხლის სამართლის წესით დაკავებული.
გაურკვეველი ბრალდებებით, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არაფერი აქვს სამართალთან, არაფერი კავშირი აქვს სამართალთან იმას, რასაც ქართული ოცნება აპირებს, რომ ამ ადამიანებს დააბრალოს და დააბრალა კიდეც. სასამართლო ფაქტობრივად, როგორც იურისტები და სასამართლოსთან ახლო კავშირში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნოტარიუსის ფუნქციით არის დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი და რთული საყოვნელი გახდა სამართალი ამ ქვეყანაში. თქვენ ახლა საშუალება გაქვთ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი აქ შეკრებილი. ბათუმში იყო ხალხმრავალი აქციები, რამდენიმე ათასი კაციც კი იყო გამოსული ერთდროულად. დღეს წვიმს, ცუდი ამინდია, რაც აისახა კიდეც ხალხის ოდენებაზე, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ მუხტი არ ჩერდება. გამარჯობათ, საპროტესტო აქციაზე ხართ მოსული? ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. კითხავთ რამ მოგიყვანათ, წვიმს, ცუდი ამინდია და თქვენ მაინც გამოხვედით. მე რა რომ თუ ზემეთო წვიმში საქართველო არ არის ჩვენი სამშობლო. თუ რა ხდება, თუ მარტო დარშია ჩვენი სამშობლო და გასაჭირში. რას ეტყვით მათ, ვინც ახლა ესე სახლიდან უყურებს ამ საპროტესტო აქციას? ვიცი, ვაჯობია გამოვიდნენ ყველა და ვიყოთ ფიზიკურად ვიყოთ აქ ძალიან ბევრი არ ვინც აი ჩვენს გვერდით გასულეთ, მაგრამ არ გამოდის და იქნებ ნახონ თავიანთ თავში ძალა რომ გამოვიდნენ და თქვენ გვერდში ფიზიკურად. ხარ ფიზიკურად აქ დგომა. თქვენ რამ გამოგიყვანათ გარეთ? ყოველ დღე აქ. ხო, აი რატომ რა იყო ის რამაც გაგაბრაზათ? გაგაბრაზებული ხართ სავარაუდოდ? მე ამაც კი არა, მე თავიდანვე გაბრაზებული ვარ. მე ზვიადის დროიდან ქუჩაში ვდგავარ და მე ვისაც იმ დროიდან გაბრაზებული ვარ, ასე რომ მარტო ახლა არ ვდგავარ ქუჩაში და 90-იანებიდან წავედი ქუჩაში. ეს მე საკუთარისგან აქ დგომა არ მივიღებს. ყოველთვის აქ ვარ, ზვიადის დროიდან ქუჩაში. ასე რომ ვისაც გული შედგება, წუხელი იყო ის ეროვნული მოძრაობის კადრები და ზუსტად აი ის ეროვნული მოძრაობა და დღევანდელი დღე აი ზუსტად ერთ-ერთშია. ან დღეს, ან ახლა, ან არასდროს და აი როგორც მაშინ გავიმარჯვეთ, ახლა უნდა გავიმარჯვეთ აუცილებლად. თქვენ სახელი და გვარი? დარიკა ჩიკაც. მადლობა. დაგერხევათ ყველას. გამარჯობა. რამ გამოგიყვანათ დღეს ქუჩაში? აქედან დავიწყოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გამომიყვანა დღეს და ყოველ დღე ასევე ჩვენი პროტესტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზულ წყალგასაყარზე, როცა სიტყვიერად ძირითადად დასმულია ერთი საკითხები, მაგრამ რეალური პრობლემები სხვა არის. ჩვენ რეალურად ხედავთ უზარმაზარ უსამართლობას, უზარმაზარ ჩაგვრას ადამიანების მიმართ, რესურსების რაღაც გამოყენებას, არა იმისათვის რომ რაღაც საერთო კეთილდღეობაზე ვილაპარაკოთ, სოციალურ თანასწორობაზე ვილაპარაკოთ, სასურველ განათლებაზე ვილაპარაკოთ და განათლების სისტემაში არსებულ კრიზისებზე, მათ გადალახვაზე, როცა ჩვენ გვაქვს პრობლემები სკოლებში, როცა ჩვენ გვაქვს საბუნებისმეტყველო მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა იმ გაგებით, რომ კლასები არ არის ორგანიზებული იმისათვის, რომ ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა ისწავლებოდეს სათანადო დონეზე, იმისათვის რომ მოსწავლეები თავისი განათლების დონით საბოლოო ჯამში კი არ პასუხობდნენ სასკოლო გამოცდას და შემდეგ ვერ აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებს რეპეტიტორების გარეშე და ასე შემდეგ. ეს უამრავი პრობლემა, რომელიც არის ზოგად განათლებაში, იგივე გვაქვს ჩვენ პრობლემები უმაღლეს განათლებაში.
ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსება საბაზისოს გარდა როგორც არის თქვა უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, სხვა ძირითადი პროგრამები, რომლებიც ეხება განვითარებას ან გაუმჯობესებას, ძირითადად ფინანსდებოდა სხვადასხვა რესურსებიდან, როგორც მაგალითად ევროკავშირი, ერაზმუსი და ასე შემდეგ და გარკვეული თვალსაზრისით პრობლემა ექნება ამ სისტემებთან. ჩვენ ვდგევართ მომენტში, როცა ერთის მხრივ დაზიანდება აი ეს ყველაფერი რა სისტემად გვაქვს, მეორეს მხრივ არის ის უხილავი გამოწვევები და პრობლემები, რაც ადამიანებს აქვთ, ეს არის სხვადასხვა ტიპის მშენებლობები, ეკოლოგიის დარღვევა, ეს არის უფლებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. მინდა გკითხოთ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი არის ისეთი უნივერსიტეტი, საიდანაც ძალიან ბევრი ლექტორი მასწავლებელი წასულას საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამებით usargebliya. მათ ამ ლექტორთა ნაწილს მე ვხედავ ხოლმე აქციებზე და გამოდიან, თუმცა ნაწილი დუმს და არ გამოხატავს თავის აზრს. რას ეტყოდით მდუმარე კოლეგებს, რომლებსაც არაერთი სიკეთე აქვთ მიღებული ევროკავშირისგან? დღეს უკვე ერთგვარად ბანალურია იმის თქმა, რომ დუმილი არა მარტო პრობლემა, არამედ საფრთხე არის იმ ადამიანებისათვისაც, ვინც გამოდის ამ პროტესტებზე და ვინც ფაქტიურად საერთო ინტერესებს იცავს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ისე როგორც მინდა ხაზი გავუსვა, არა მარტო პროფესორები, არამედ მეცნიერ-თანამშრომლებიც არიან, რომელთა ნაწილი ასევე აქტიურად აპროტესტებს მიმდინარე საკითხებს. როგორც ჩანს, ერთ ნაწილს კარგად არ აქვს გააზრებული ჯერ კიდევ მოსალოდნელი საფრთხეები და ეს საფრთხეები არ არის ზოგადი ხასიათისა. ნებისმიერი ტიპის სტრუქტურული თუ სისტემური ცვლილება, ისეთი მაგალითად როგორიც მოხდა ეხლა და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს შეფასების სისტემის თვალსაზრისით იქნება თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების თვალსაზრისით უკვე შეუჩერდა წევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი განათლების ხარისხის კონტროლი, რაზეც აქცენტი გვაქვს და რასაც ემყარება მაგალითად აკრედიტაციის პროცესი, ხდება სათულო. ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი განათლების სისტემას რისკის ქვეშ ვაყენებთ და განათლება აღარ იქნება, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენთან ჯერ ისეთი უცხოური სტუდენტები აღარ შემოვიდნენ, იმიტომ რომ ეს უცხოური სტუდენტები აღარ იქნებიან დაინტერესებული ისეთი ტიპის განათლებით, რომელიც არ იქნება კონკურენტული სხვა ქვეყნებთან. ეს დაფინანსების დაკარგვას ნიშნავს, სტუდენტების დაკარგვას ნიშნავს, შემოსავლების დაკარგვას ნიშნავს. მეორე ასევე ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ჩვენს პროფესორებს და მკვლევარებს აძლევდა საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კვლევითი პროექტები იქნებოდა თუ საგანმანათლებლო, ეს ნელა შეიზღუდება. ეს აისახება მათზე ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რა პოზიციით გამოდის ამ შემთხვევაში ხელისუფლება და რას ამბობს. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული რთული პროცესების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას იქონებს ყველაზე. არის მეორე ჯგუფი, რომელიც როგორც ჩანს, კონფორმისტულად არის განწყობილი და თვლის, რომ არსებული ვითარების შენარჩუნება მათთვის სასარგებლოა. მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ საერთოდ დინამიკა არის ცხოვრების ალბათ ძირითადი ნაწილი და თუ ჩვენ არ ვხედავთ იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს, ყველაფრის მიმართ უნდა გქონდეს რეაქცია, უნდა გქონდეს იმას, რომ სილაბუსი უნდა შეიცვალოს, ახალი ლიტერატურა უნდა შევიდეს, ახალი გამოწვევების წინაშე უნდა დადგეს და ის უნდა გადავლახოს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ის რაც არის ჩემის გაგებით განათლებისა და მეცნიერების საფუძველი, ამის გააზრების პრობლემაც როგორც ჩანს ზოგიერთი პროფესორისა და მკვლევარისათვის ჯერ კიდევ მე არ მინდა შევაფასო მათი ესე ვთქვათ შესაძლებელი, მაგრამ როგორც ჩანს, ან ვერ ხედავენ, ან არ ხედავენ შეგნებულად ამ პროცესს და საით მივიდივარ. მე პირიქით მინდა მოუწოდო ყველას, რომ ვიყოთ საკმაოდ გააზრებულად მივიდგეთ ამ ყველაფერს და გვესმოდეს, რომ ეს პრობლემები არ არის რაღაც ზოგადი და ეხება ვიღაცა მესამედეს. ეს გვეხება თითოეულ ჩვენთანაც. ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც მაგალითად ბათუმში მშენებლობის ბიზნესმა გამოიწვია, აერაციის პრობლემები ზრდის, ფილტრთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ბავშვებში არის, შემდეგ ზრდის იმ ოჯახების ხარჯებს, მედიკამენტის თვალსაზრისით, იმისათვის რომ ბავშვებს უმკურნალო. ბავშვების უმკურნალობა ნიშნავს იმას, რომ გაზრდილფასიანი მედიკამენტების მოხმარება არის. ანუ ეს პროცესი ყველაფერთან ერთმანეთს დაკავშირებულია. გადავალ განათლებაზე, განათლების პროცესი ასევე ციკლურია და დაკავშირებულია სხვადასხვა საკითხებთან. როცა ამას კომპლექსურად არ უყურებს, არ ხედავს, მეცნიერ თანამშრომელი იქნება, პროფესორი იქნება, მასწავლებელი იქნება, ეს გარკვეულ თვალსაზრისით შეიძლება ექვსაც იწოვდეს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კომპეტენტურები არიან კომპლექსურ თვალსაზრისით, ეს თუ არა ზოგადი სურათი და ამასთან არის მისი კონკრეტული მომენტები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ეს პოლიტიკური პარტია თუ ის პოლიტიკური პარტია, ეს არის რთული პროცესის ნაწილი, რომელიც საერთო ჯამში ქაოსს
ქაოსი შემოაქვს ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში აკნინებს და აფუჭებს სიტუაციას ყველასათვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანი, ყველა სფეროს წარმომადგენელი გამოდის და კიდევაც გამოდიან ეს ადამიანები. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოდის, მიუხედავად რისკისა თუ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც მათ შეიძლება შეექმნათ ან ექმნებათ, გამოდიან და საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რაც უფრო მეტი ადამიანი ახსნის თავისი პოზიციიდან იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშე ჩვენ ვდივართ, მით უფრო უკეთესად გაიგებს ბევრი ადამიანი. და მადლობა მინდა გადაუხადო იმ ყველა საჯარო მოხელეს, იმ ყველა სპეციალისტ სხვადასხვა მიმართულებიდან, სხვადასხვა სფეროდან, რომელიც ლაპარაკობენ. იქნებიან ეს მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, ტექნიკური სფეროს წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ. მადლობა. კიდევ ერთი კითხვით დაგიბრუნდებით. მანამდე მინდა უბრალოდ ვაჩვენო საპროტესტო აქცია, რომელიც იმართება ბათუმში. წვიმის მიუხედავად საკმაოდ ოდენობის ხალხი მოვიდა აქ, შეიკრიბნენ. ეს არის მე-15 დღე პროევროპული პროტესტის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად გამოდიან ადამიანები ქუჩაში და აპროტესტებენ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას. როგორ ხედავთ თქვენ ახლა ყველას ვეკითხებით გამოსავალ სად ხედავთ თქვენ როგორც ერთი ადამიანი თუ გიფიქრათ ალბათ ბევრს ფიქრობთ ამაზე და თქვენ პირადად რა გესახებათ გამოსავლა? აქაც ალბათ ბანალურია, იმიტომ გამოსავალი ძალიან ნათელია. პირველ რიგში დაკავებული ადამიანების გაშვება, გასაგებია რომ ადამიანებმა ვინც დანაშაული ჩაიგინა და ამ შემთხვევაში მე ყველას გულისხმობ, ვინ ჩაიგინა ის ადამიანები უნდა გასამართლდნენ და შესაბამისად მე არ გულისხმობ იმ სასამართლოს, რომელიც ვერ გამოირჩევა მიუკერძოებლობით, არამედ გულისხმობ ჩვეულებრივ სასამართლოს, სადაც სიმართლის გარკვევა შესაძლებელი არის, უნდა მოხდეს მათი გასამართლება. ამ შემთხვევაში პოლიციელებიც გულისხმობენ და საჯარო მოხელეებიც და ის პოლიტიკოსებიც ან თანამდებობის პირები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ღებულობენ. ეს ერთის მხრივ, ეს არის პრობლემის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისში შევიდა ამ სიტუაციიდან გამომდინარე, როცა არჩევნების აღიარება არ ხდება, როცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ეთანამშრომლობენ და დისკუსია ვერ დგება. სხვა ნაწილები ასევე მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ეს პრობლემა, რომელიც წარმოიშვა, ეს არ წარმოადგენს რაღაც კანონების გამკაცრება, არ წარმოადგენს გამოსავალს. გამოსავალი ნებისმიერი კონფლიქტიდან არის დიალოგი. საზოგადოება არსებობს კონფლიქტი და კონფლიქტის გარეშე საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. საზოგადოება ზუსტად იმიტომ ვითარდება, რომ კონფლიქტის შესვლის შემდეგ ყოველთვის გამოსვლის გზას, დიალოგის და კონსენსუსის გზის. დიალოგი და კონსენსუსი ახლა არის ფაქტობრივად ამოღებული დღის წესრიგიდან. აი ეს არის პრობლემის, ასე ვთქვათ, ის თავისებურება, რომელიც ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გვეუბნება, რომ ჩვენ ვიმყოფებით ჩიხში. ჩიხში გამოსავალი მხოლოდ არის მაშინ, როცა მხარეებს ექნებათ საშუალება ერთმანეთს მოусმინონ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება და ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით შესაძლებელი იყოს მიაღწიონ რაღაც კონსენსუსი. დიდი მადლობა და რას ეთყოდით ბოლოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა სახლიდან უყურებს ამ პროტესტს და ალბათ ცოტა წვიმა აშინებს, რომ გარეთ თითოეულ ადამიანს ვისაც შეუძლია, თხოვდი ალბათ რომ შემოვერთდეს იმ ადამიანს, ვინც აპროტესტებს, ან იმ გზებით გამოხატონ პროტესტი, რა გზებითაც მათთვის ეს მოსახერხებელი არის. შესაძლებელი იქნება ეს სამსახურში პოზიციების დაფიქსირებით, შესაძლებელი იქნება ეს თავისი რაღაც აქტიურობით, სხვადასხვა სახის აქტიურობით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს გამოსვლას საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ჩვენი მიგრანტები, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და ძალიან გულშემატკივრობენ მიმდინარე პროცესებზე და განიცდიან. თითოეულ ადამიანს თავის შეძლების და გვარად თუ სხვა არაფერი, საკუთარი აზრი მაინც დააფიქსირონ, რაში ხედავენ გამოსავალს, ან მათი აზრით როგორია პრობლემა, როგორია მისი მოგვარების გზა. დიალოგი და დისკუსია მათ შორისაც რო შედგეს, ვინც ვერ ახერხებს გამოსავალს. დიდი მადლობა თქვენ სახელი გვარი და სტატუსით რომ მითხრათ. რუსლან ბარამიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბათუმის შეთანხმების სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში. დიდი მადლობა ბატონ რუსლან, ეს იყო რუსლან ბარამიძე, რომელიც საუბრობდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გეტყვით რომ ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ასევე ვართ აჭარის მთავრობის სახლთან. ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარეობს ეს ორი შენობა, ასე რომ ორივე მისამართი სწორია. სადაც არიან პროევროპული პროტესტის მონაწილეები, შეკრებილები, წვიმის და ცუდი ამინდის მიუხედავად დღეს გამოვიდნენ ადამიანები კიდევ ერთხელ საკუთარი პროტესტის გამოსახატად. წინა დღეებისგან განსხვავებით პოლიცია მცირე ოდენობით არის. არ ვიცი ასვენებენ მათ თუ რატომ, მაგრამ
თქვენ გახსოვთ, რომ აქ რობოკოპების ჯარი იდგა ხოლმე. დღეს მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იცავს ამ ტერიტორიებს. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოა ერთის ამ აქეთ მხარეს, ხოლო აქეთ არის საჭარის მთავრობის სახლი. გამარჯობათ, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, კითხავთ, რატომ მოხვედით დღეს აქ? დღეს აქ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო მოვედი, რაც ეს ხდება არ არის ეს ნორმალური არ არის. თქვენ რასაც ხედავთ, ადამიანები სახლში უვარდებიან, ცემენ, კლავენ. ევროპული ინტეგრაცია, რომელიც ჩვენ შეგვიჩერეს, რაც ძალიან გვჭირდება, ჩვენ აქ არაფერი არ გვაქვს. ემიგრანტები ყავს როგორც ისეთი საქართველოში არის უკიდურესი გაჭირვება. დღეს ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ხალხის და ხალხის ნებით, როგორც იქნება ჩვენი დღეს ამ სიცივეში რო ვართ გამოსვლები, ეს არის ჩვენი მთავარი მიზეზი. და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელიც დაიჭერს სრულიად უკანონოდ. სიტყვის თავისუფლება იკარგება საქართველოში მთლიანად. დღეს ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს აქ. სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის დასაცავი და ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გვაქვს კონსტიტუციით. თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა არ ვიცი გაეცანით თუ არა, აპირებს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას, რაც საბოლოო ჯამში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საპროტესტო აქციების გამართვასაც, მაგალითად ნიღბების აკრძალვა და მთელი რიგი აკრძალვები აქვს დაანონსებული. როდესაც ამ ინფორმაციას ისმენთ, რას გრძნობთ როგორც მოქალაქე და გრძნობ იმას, რომ არ ვიცი მე რა უნდა ვქნა. ერთი ის ვიცით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არის ხალხის ძალა და მე დღეს ვარ ამ ადამიანების იმედით. აი ამ სიცივეში, აი ამ ყინვაში ვარ ჩვენ ერთიანი ძალით. სხვა გზა არ არსებობს. მე არ ვიცი უკან დასაღებისა, მე არ ვიცი მეორე ვარიანტი, ნეიტრალური პოზიცია, დღეს უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა აღარ გვაქვს, მოკლედ რა. და გკითხავთ ასევე იმასაც, რომ ხელისუფლება ფიქრობს, უბრალოდ სწორი იქნება თუ არა, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ დაიღლება საქართველოს მოქალაქეები ევროპული გზის დაცვით და აი როცა დაიღლებიან, მერე არ ვიცი არ დავიღლებით. ხედავთ? აიც არ დავიღებთ. შეუძლებელია. ჩვენ არ გვაქვს არც მეორე ვარიანტი და არაფერი როგორც წეგან გითხარით. ერთადერთი ვარიანტი არის გამარჯვება. უდიდესი ისტორია გვაქვს, უდიდესი კულტურა. არ ვიცი როგორ გითხრათ, ხალხი ოცდება როცა ჩვენს ისტორიას და კულტურას ხედავს. არ დავიღლებით ჩვენ, მორჩა. ეს არის ჩვენი თავარი. ვიმარჯვებთ, როგორც არ უნდა იყოს, სხვა გზა არ არსებობს. თქვენი სახელი და გვარი? ნინი ჭაღალიძე. მადლობა. მადლობა. სტუდენტი ხართ? სტუდენტი. სკოლის მოსწავლე. სკოლის მოსწავლე. მადლობა. ეს იყო ნინი ჭაღალიძე, სკოლის მოსწავლე. მე რატომღაც სტუდენტად ჩავთვალე და ვკითხე კიდეც. თუმცა დააზუსტა, რომ სკოლის მოსწავლეა. როგორც გითხარით, ვიმყოფებით ბათუმში. სადაც მიმართება საპროტესტო აქცია. ეს არის მე-15 დღე. საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროპულ მომავალზე. მე ხლა შევალ და გაჩვენებთ აქ რა მდგომარეობა, რა სიტუაცია. ქოლგები აქვთ მოტანილი, სადაც არიან წვიმას თავს შეფარებულები. ეს არის საჭარის მთავრობის სახლი,
სადაც როგორც გითხარით, მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია დღეს, განსხვავებით წინა დღეებისგან. აქ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ეს არის განსახურდიას ქუჩა, სადაც როგორც წესი იკრიბებიან, ყოველ შემთხვევაში ბოლო 15 დღეა იკრიბებიან ხოლმე მოქალაქეები მარშის დაწყებამდე, მარშის შემდეგ და თავიანთი პროტესტის გამოხატვის ადგილად აქციეს ეს ქუჩა. მე ხარ ვეცდები ზამთრის გავესაუბრო გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხარ? თქვენ? არა. კარგი ნაწილსამდა. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხარ? გამარჯობა. პროექტში მაინც ყველას ვეკითხებით, რატომ მოხვედით აქ ამ წვიმაში დღეს? დიახ, ჩემი მიზანია, რომ ჩემი და ყველას მიზანია ალბათ, რომ შეიცვალოს ეს მთავრობა და მოვიდეს ნამდვილი ცვლილებები, დადგეს ქვეყანაში. და პირადად მე ვფიქრობ, რომ აღიარებული პროგრესის ფონზე ადამიანი თავის პრიმიტიულობას უბრუნდება და ამის გამო, ჩვენი გამარჯვებების გამო არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა ვიჯდეთ სახლში და უნდა გამოვიდეთ და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ეს მოთხოვნებია შეიცვალოს მთავრობა არჩევნების დემოკრატიული არჩევნების გზით. აი სწორედ ამიტომ ვარ აქ და ეს არის ჩემი მიზანი. თქვენი სახელი და გვარი? ლუკა ბიბინეიშვილი. დიდი მადლობა. გადავინაცვლოთ, გამოსვლებმა დაიწყეს სიტყვით გამოსვლა და მოდი მოგცემთ საშუალებას, რომ მოусმინოთ და ვირტუალურად მაინც მიიღოთ მონაწილეობა ამ საპროტესტო აქციაში. ჩემი თვალებით ნახე თუ რა სტანდარტით ხდება ჯერ დარბევა, მერე როგორ ხდება ადამიანების სახლებში მისვლა, უბან დახვედრა, ცემა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ყველაზე მთავარი, რაც დღეს აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ უფირობო სოლიდარობა მთავარ არხს აუცილებლად და ყოველთვის ყველგან, იმიტომ რომ მთავარი არხი ყოველთვის არის იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და თეა დავინახე აქ და თეას განსაკუთრებული მადლობა და იცოდეთ, რომ ეს ხალხი არის თქვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი და არსად არავინ არ ცდილობს რომ დაიმალოს პირიქით მართლა ფიზიკურადაც თუ იქნება საჭირო მთავარ არხს ეს ადამიანები მათ შორის ჩვენ აუცილებლად დავიცავთ და მადლობა იმ შრომისთვის რასაც მთავარი არხი აკეთებს. ეხლა აქ ჩვენ ის ფორმატი რაც გქონდა თქვით რომ შეიძლება ცოტა მოსაწყენი გამხდარიყო, ამიტომ თქვით რომ აქ სიტყვით მიმართვები იქნებოდა, აქ მე ვხედავ ძალიან ბევრ ბათუმელს, პატივსაცემ ადამიანს, ვისი აზრის მოსმენაც, ისტორიების მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ აგერ ქალბატონი ლალი დავინახე ანთიზე და ქალბატონ ლალის თქო როგორც გამორჩეულ ლექტორს ბესეუს უნივერსიტეტის მართლა ადამიანები, რომლებიც სახეს უნარჩუნებენ ანუ უნივერსიტეტს, სტუდენტების გვერდით რო იყო დაუღალავად იმ ათიანი პროტესტის ფონზე და ვთხოვ რომ ქალბატონ ლალის თავისი აზრი გითხრას. მოგესალმებით ბათუმელებო, მართალი გითხრათ, ძალიან მიჭირს ხოლმე აი ასეთ ფორმატში გამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის რაღაცაირად თან გულწრფელი იყო და თან მოახერხო ის რომ ის ემოცია რაც გაქვს სწორად მიმართო და სწორი პოზიციონირება გააკეთო. ისე რომ საზოგადოების რაღაცა ყველა ნაწილამდე მივიდეს. ეს არ არის მარტივი ამბავი და ყოველთვის ვარიდებ ხოლმე თავს ასეთი ტიპის საჯარო გამოსვლებს, მაგრამ
ეხლა დგას ისეთი მომენტი, როცა გონია, რომ ადამიანები, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია, ყველა ადამიანმა რაღაც უნდა გავაკეთოთ და თუ კი ეს გაკეთება სიტყვით არის შესაძლებელი, მით უფრო არ უნდა დავიშუროთ ის სიტყვები, რაც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება ცნობიერების ტყვეობის, ასე ვთქვათ. ეს არ არის მარტივი პროცესი. მეც მახსოვს საბჭოთა პერიოდის ბავშვი ვიყავი და მე მახსოვს როგორ იბადებოდა ჩემში დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი და ეს არ არის მარტივი გზა და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ აი ეს გზა პოსტსაბჭოთა მოქალაქის, რასაც ქვია ეს გზა ისევ თავიდან უნდა გავიაროთ და ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ ამ ცნობიერებისაგან განთავისუფლდეს. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მაიმედებს, ეს არის რაღაცა შინაგანის სწრაფვა თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ, რაც რაღაცნაირად ასე ძლიერად არის ჩვენს ცნობიერებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 200 წელი სახელმწიფო არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ 70 წლიანი საბჭოთა რეპრესიები გავიარეთ, საქართველო იყო ერთ-ერთი იმ რესპუბლიკებიდან, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად იბრძოდა საბჭოთა კავშირის დაშლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ როგორი პარადოქსი იყო, რომ ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობა არ ახსოვდა, ზუსტად იმ დონეზე დადგა პრიბალტიკის ქვეყნებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს გულისხმობ, რომ იქ იყვნენ თაობები, რომელსაც ახსოვდათ დამოუკიდებლობის პერიოდში ცხოვრება და ჩვენ ეს არ გვახსოვდა, ჩვენ ეს მეხსიერება არ ქონდა, მაგრამ მოაიც მოვძებნეთ საკუთარ თავებში ძალა და ის რომ საბჭოთა პერიოდი თითქოს გადავლახეთ და რაღაცა რუკაზე გამოვჩდით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს თურმე არ ყოფილა საკმარისი. ჩემმა თაობამ ეს გააკეთა, რომ საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად არის რუკაზე აღნიშნული. თურმე მარტო რუკაზე აღნიშნა არ ყოფილა მთავარი. მთავარი არის ცნობიერებით გავხდეთ დამოუკიდებლები და თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისეთი ფენომენია, რომ ერთი წამით არ შეიძლება რომ მოუდუნდე, მუდმივად უნდა იბრძოლო ყოველ წუთს და ყოველ წამს და ეს თითოეულ თქვენგანს გაქვთ ძალიან კარგად გააზრებული. საბჭოთა ცნობიერების რაღაცა აი ტყავიდან გამოძრომად ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან რუსთაველზე. ესენი არიან ბავშვები, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ. ესენი არიან ბავშვები, რომელსაც ცოტა განსხვავებული სკოლა დახვდათ, საბჭოთა სკოლისგან განსხვავებული. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ და რომელთაც შეუძლიათ რომ ლოგიკური კავშირები გააკეთონ წინადადებებს შორის. და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მოიქცენ ნებისმიერ კონკრეტულ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ აი თქვენ ახალგაზრდები ხართ ავანგარდი და ის რაც ჩემმა თაობამ გააკეთა, ეს არის რაღაცნაირად ბექგრაუნდი თქვენი და ჩემი თაობის ადამიანები ვალდებულები ვართ, რომ თქვენ დაგიდგეთ გვერდით, იმიტომ რომ ეს ვალდებულება გვაქვს. აი მე როცა 1988 წლიდან ვიდექი მიტინგებზე და 89 წლის 9 აპრილს შევესწარი და იმ შედეგებს რაც ამ პროცესებმა მოიტანა, არასდროს არ მქონდა იმისი წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის თაობის დასაბრუნებელი იქნებოდა თავისუფლება ახლიდან და ეს არის მდგომარეობა, რომელიც რაღაცა ტიპის ბრალის გრძნობასაც მიტოვებს, რომ რაღაცა ეთყობა ან ბოლომდე ვერ გავაკეთეთ, ან ეთყობა არ არის საკმარისი ის რაც გავაკეთეთ. ამიტომ ჩვენ გავართ თქვენს გვერდით. თქვენ ხართ ის ახალი ყლორტი, რომელიც ჩვენ უნდა ვასაზრდოოთ და შეხედეთ ხო იმ ადამიანებს, რომლებიც დგას მეორე მხარეს. ხო როგორი ადამიანები არიან, ამათ არც ენერგეტიკა აქვს და არც იდეა. დააკვირდით ხახნო, ერთი და იგივე მესიჯ ბოქსებით ლაპარაკობენ, ერთი დამოუკიდებელი აზრი არ გამიგონია იმათი ბაგეებიდან. ამიტომ ეს მორალური უპირატესობა გაქვთ თქვენ და ვთხოვთ, რომ ეს მორალური უპირატესობა ბოლომდე გაიტანოთ, იყავით გულწრფელები და აბსოლუტურად თავისუფლები, იმიტომ რომ თავისუფლების გარეშე არაფერი ღირებული არ იქნება ამ ქვეყანაზე.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. უღმესი მადლობა ქალბატონ ლალი, ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი სიტყვისთვის. მე რამდენიმე დღის წინ 13-ია დავუბრუნდი თბილისიდან და იქ რაც ხდება, ახლა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პირობებში ვარ და მე-15-ე პროტესტი, იქ მართლა ომია, გაჩაღებული ომია. მართლა იქ ინდუსტრიები, გაზი, მე თვითონ მოვყევი გაზის დარბევაში და საერთოდ არ ვიცი როგორ გადავრჩი. ანუ წარმოუდგენელია ის, რაც იქ ხდება, იყოს რაიმე კონვენციური სტანდარტი. წარმოუდგენელია ის იყოს შესაფერისი დარბევის ფორმა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად სასიკვდილოდ გამწირეს და ეს ყველაფერი არავის, არათუ ქართულ ოცნებას, არავის არ შეჩენია, იმპერიებს არ შეჩენია ქართველებზე ესეთი დამოკიდებულება, საკუთარ მოქალაქეებზე განსაკუთრებით ხელისუფლებებს და ამის გამოცდილება არსებობს და აუცილებლად ეს გამოცდილება ზუსტად ისეთივე იქნება ქართული ოცნების შემთხვევაში, როგორც სხვა დროს ყოფილა და აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას ამ ყველაფერზე დაიხიოს უკან და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, ეხლა მე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას და ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, აი, რო ვიძახით გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ბევრი თქვენგანი შეიძლება ამ აქციებზე დადიოდა, თუმცა მუხტი, რაც დღეს საქართველოს სხვა ქალაქებში მათთან ერთად არის, ესეთი მუხტი ცხადია არ ყოფილა. ესეთი მუხტი გამოიწვია რა? იმან რომ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტად გადაწყვიტა დაგვინიშნოს ადამიანი, რომლის პოლიტიკური წარსული ასოცირდება მხოლოდ დაგინებასთან. ანუ სხვა მისი პოლიტიკური აქტივობა ფაქტობრივად არ გვახსოვს. დაგინებასთან, შეწერასთან და ისიც ხუმრობაც გავრცელდა, ხო, რომ ის ალბათ კონსტიტუციაზეც ვერ დაიფიცებს და სავარაუდოდ დაგინებით გაიმართლებს მის ლეგიტიმაციას, ხო? იმიტომ რომ ესეთი ადამიანია ის, მას სხვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმიტომ ვერ გახდა, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა და ეხლა პრეზიდენტობაზე აღარ არის, ხო, საუბარი. ამის შემდეგ რა იყო? ამის შემდეგ იყო ის, რომ ევროკავშირთან ფაქტობრივად შევწყვიტეთ ყველაფერზე საუბარი 28 წლამდე და ამან გააღიზიანა ქართველი ხალხი და 100,000-ობით ადამიანი მართლა თბილისში გამოვიდა ქუჩაში. თბილისში კი არა, აქციები იყო ისეთ ქალაქებში, სადაც არასდროს არ გაგვიგია ხმა. ახალციხეში, ახმეტაში და ისეთ ცენტრებში, სადაც არასდროს აქცია არ გამართულა დამოუკიდებლობის შემდეგ და ამას ქართული ოცნება ცხადია ვერ გააჩერებს. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები და აუცილებლად ყველა ჩვენი თანამებრძოლი იქნება გარეთ და ეს აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში ამის პირობას ვდებ. მე მინდა ეხლა აქ ძალიან ბევრ ადამიანს ხედავ, რომლებიც ამ ბრძოლის წინახარზე არიან და მინდა რამდენიმე მათგანს ვთქვა, მოგმართოს სიტყვით. აქ დავინახე ლევან გორგილაძე და თუ ლევანს ესმის, კარგი იქნება რომ მოვიდეს და სიტყვით მოგმართოს. ლევან აი, სანამ ლევანი მოვა, აგერ ჩემს უკან იყო, ეხლა უკან დავკარგეთ თუ როგორ არის სანამ. უკან სანამ. გაჩვენებთ რა სიტუაციაა საპროტესტო აქციაზე, რომ აღიქვათ, რომელიც მიმდინარეობს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მცირე ინციდენტი იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ლაივში შევაჭერით შეიძლება ითქვას და კადრიც ცოტა გაფუჭდა მოვიხანია უკვე ამ ბრძოლაში ვარ და ძალიან რთული ბრძოლები გადაგვიტანია ჩემს საახლობლოში, ჩემს სამეგობროშიც ხშირად შემხედრია ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანები მომენტებში ნიჰილიზმში ვარდებიან, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გავამხნევო იმით, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვამხნევებ ამით, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, არის საამაყო. და ჩვენი მომავალი თაობაც აუცილებლად იამაყებს იმით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომ ისინი იბრძოდნენ
ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ასევე იამაყებენ ჩვენი მომავალი თაობებიც. ყველაზე საშინელი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და ჩადის, არის ის, რომ ცდილობს ჩაკლას ეს ახალგაზრდობა, თაობა, რომელიც დაბადებულია დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში და რომელიც დარწმუნებული ვარ და ამის იმედი მაქვს, რომ აპირებს იმისთვის ბრძოლას, რომ ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ამიტომ გთხოვთ მეგობრებო, ნუ ჩავარდებით ნიჰილიზმში, ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული საქართველოსთვის. მადლობა. მადლობა ლუკას. აფხედავ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მართლა ბრძოლის წინახალზე იყო და გვახსოვს ჩვენ სტუდენტების მიერ დაწყებული პროტესტი, რომელიც მართლა გადამდები გახდა მთელი ქვეყნისთვის და ერთი ტაშით კიდე გავავკნევოთ ის სტუდენტები, რომლებმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთეს და მართლა გამოსი შეუნარჩუნეს ჩვენ ხარად. ერთ-ერთი მათგანი არის ეხლა ჩვენთან ერთად თემოტ არიელაძე და მინდა რომ თხოვო ერთი ორი სიტყვით გვითხრას თავის მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა და მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ წყვეთ პროტესტს მოვდივართ არ გვაშინებს წვიმა, არ გვაშინებს უამინდობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაშინებს ის პოლიტიკური უამინდობა და ის პოლიტიკური ძიმე გარემო რაც ქვეყანაში არსებობს, ჩვენ არ გვეშინია არაფრის გარდა იმისა, რომ გვეშინია არ დავკარგოთ ეს ქვეყანა. რა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდ საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ხო? ვიღაცები განსხვავებულად აფასებენ ამ მოვლენებს, მაგრამ ძალიან ცალსახა ერთი რამ, რომ როდესაც ქუჩაში გამოდის ათობით 1000 შენი ქვეყნის მოქალაქე და შენ გგონია შენი თავი მინიმუმ რომ ამ ქვეყნის ხელისუფალი ხარ, კეთილი უნდა ინებო და დაელაპარაკო უნდა ამ ხალხს. და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს არალეგიტიმური პრემიერის აზრი, არალეგიტიმური მთავრობის აზრი, არა, უბრალოდ იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ამ ქვეყნის ხელისუფალნი არიან და უნდა ეყოთ სიმამაცე და უნდა იზრუნონ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დავწლიოთ. აუცილებლად დაიწყება ეს პოლიტიკური კრიზისი ადრე თუ გვიან, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ ისტორიულ ბუნებრივი კანონზომიერებაა, რომ არ შეიძლება ქართველი ხალხის და ზოგადად ადამიანების პროტესტმა არ მოიტანოს შედეგი. მე ვესწრებოდი იმ ადამიანების სასამართლო პროცესებს, რომლებიც პირველ დღეს აქ დააკავეს და ვაკვირდებოდი ამ ადამიანების დაკავების პროცესს. აქ სალსახად ვიცი ჩემი თვალით რაც ვნახე და ვინმეს მოყოლილს რო არ ვენდო. სადაიკავეს ერთ-ერთი დემონსტრანტი. დავესწარი მის სასამართლო პროცესს, იქ პოლიციელი გამოვიდა და მოწმის სახით ჩვენება მისცა, რომ ეს ადამიანი არა მთავრობის სახლთან, არამედ რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ესა ტყუილი და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ცრუ მოწმეებს აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი იმაზე, რომ ისინი იტყუებოდნენ და ამ ტყუილებით ხელს უწყობდნენ ამ სისხლიანი რეჟიმის კიდევ უფრო დიდხანს ხელისუფლებაში დარჩენას. ესაა ჩვენი აზრი. ჩვენ არ მოგწონს რაც ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც თავი წარმოუდგენელი ქრისტიანად და კუბოებს იცავს, გამოვიდეს და არ თქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ძირს დაგდებულები იყვნენ და იქ ტიტუშკები თავში უთმამდნენ, ეს არ დაგმონ რა. რაღაცები არის, რასაც ჩვენ თვალში უნდა გაუსწოროთ. ხო ვიძახით, რომ არ შეიძლება სამხრივად უყურებდეთ ამ ძალადობას, ხო? აი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და თქვა, რომ თქვენო სამხრივად უყურებდეთ ძალადობასო და მას ხელში ეჭირა მხოლოდ და მხოლოდ დაზიანებული პოლიციელების სურათები. თუ ჩვენ მორალს გვიკითხავთ და გვეუბნება, რომ სამხრივად არ ნუუყურებთ პროცესებსო, მას რატო არ ეჭირა ხელში ათეული ადამიანის დემონსტრანტის დაზიანებული სახეების ფოტოები, ხო? ამიტომ მორალს როცა გვიკითხავენ, ესენი ჯერ სარკესთან დადგენ და მორალი წაუკითხოთ თავიანთ თავებს. ქართველ ხალხს უბრალოდ არ სჭირდება მორალის კითხვა, ან ვიღაც ვერ მორგებული როლების პატრონ ადამიანებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქრისტიანობა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პატრიოტიზმი, ჩვენ უბრალოდ
ეს გენეტიკურად თან დავყვა, რომ ჰუმანურები ვიყოთ, ის ევროპული ღირებულებები, რაც ევროპაში არსებობს, ჩვენში ეს ბუნებრივად არის და აქედან გამომდინარე გვინდა სწორედ ევროპა და ვიღაცები რომ გამოდიან და გვასწავლიან ჩვენ აქ შეკრებილ დემონსტრანტებს თბილისში, ქუთაისში, სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილ დემონსტრანტებს თუ რა არის ევროპა, რა არის საქართველო და რა არის ქრისტიანობა. ჩვენ საკუთარ თავებთან დაასხდნენ, გავიმეორებ დადდნენ სარკეებთან და თავიანთ თავს დაუკითხონ ლექციები მორალში, ქრისტიანობაში და ქართველობაში. მადლობა თემოს. ხო, კიდე ერთხელ რა, ყოველთვის მინდა ხოლმე რომ უფრო რაღაცა მეტად დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ვინც მართლა თავისი სიცოცხლის ფასად დგანან ამ მართლა ომის წინახაზე და კიდე ერთხელ მთავარ არხს განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადოთ. ტაშით ძალიან მნიშვნელოვანია მართლა და თეას კიდე არ განსაკუთრებული მადლობა კიდე ერთხელ. ეხლა რაც შეეხება შემდეგ გამოსვლელს, აქ არიან ადამიანები, ვინც აი პროტესტს, რომელიც ვახსენე, მართლა თავიდან არ მოშორებია ბათუმის უნივერსიტეტში და იყვნენ ამ პროტესტის როგორც დავა ფარველები ტექნიკად რეალურად დაიწყეს პროტესტები ამბობდა სხვადასხვა სახის პარტიული პოზიციები, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ხაზი პროტესტის და ამის მიუხედავად ეს ადამიანები ამ ბავშვებთან იყვნენ ყოველთვის იქნებოდა ეს დახმარება რაღაცა თქვენი თუ სხვა მნიშვნელოვანი გვერდითობა, მათ შორის ათარეცეთ ლექციებს და მნიშვნელოვანია და ამაზე აქ შეიძლება მოგვიწვიოს ფიქრი, იმიტომ რომ ეს პროტესტი საკმაოდ უზეოვადიანი იქნება და ამ ადამიანების ამ ფორმატში აზრის მოსვენაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვთხოვ ერთ-ერთ მათგანს ირაკლი ბარამიძეს მოგმართოს. მოგესალმებით მაღალ მშვიდობისა. მე მინდა სოლიდარობით დავიწყო. მთავარი არხისადმი. სოლიდარობა სტუდენტებისადმი, რომლებიც საპატიმროებში არიან და იმათთან ეს აქ მრავლად გამოსული არიან. ყოველთვის ყველა ვერ გამოვა, წერად მიხილის მზე იყო საუბარი. თუ კი ვინმე აქ დღეს არ დგას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში მუხტი არ არის. მუხტი იგრძნობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რა თქმა უნდა, ბათუმლებს წვიმა არ გვაშინებს, მაგრამ ეს მუხტი დღითი დღე იქნება მზარდი. ახალგაზრდებზე გამარჯვებული ხელისუფლება ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც სწორი გზით მიდის. ვიღაცები მათ ნაცრობას აბრალებს. აქ ისეთი ახალგაზრდობა შეკრებილი, რომლებიც არც იციან დაიბადნენ იმ პერიოდში, როცა ნაცი რა იყო ის არც იცოდნენ. ისინი გამოსული არიან საკუთარი სინდისის გარნახით და ჩვენ პროფესორ მასწავლებლები მათ გვერდით ვდგავართ, მათ წინ მიუძღვებით. ეს არის საერთო სახალხო პროტესტი. მე ბათუმში არ მახსოვს ამ ხელამღელვარება ამდენი დღის მანძილზე ასეთი რაოდენობით ადამიანების შეკრება. ეს არის დასაფასებელი. რა თქმა უნდა, თავარი მოვლენები დედაქალაქში წყდება და მე იმედი მაქვს, რომ ეს მუხტი მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე. არ შეიძლება ჩვენისთანა პატარა ქვეყანა იზოლაციონიზმის გზას გაუყენოთ. როცა დასავლეთელ მოკავშირეებს მტრად სახავ, რა არჩევანი გრჩება? ნუ გასაგებია რაც და გასაგებია თუ საით მიყავს ხელისუფლებას ეს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთიანად, ხმამაღლა, ომახიანად უნდა დავიცვათ, შევძახოთ ის ევროპული ღირებულებები, ფასეულობები, რომელსაც ვასწავლით უნივერსიტეტებში, სკოლებში და ყველგან. ჩვენ მართალია ევროპისა და აზიის გასაყარზე ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ქრისტიანობის მიღებიდან ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მტკიცედ დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება და ამ გზას მიუყვებით. ყოველთვის ეს გზა არ იყო მარტივი. ვხედავთ, რომ არც ეხლაა მარტივი, მაგრამ დღეს გაჩნდა ფანჯარა, როცა დასავლეთთან მისასვლელი გზა კიდევ უფრო დაპატარავდა. სულ რამდენიმე ნაბიჯში შეიძლება ვიყოთ და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ თუნდაც ის, რაც კონსტიტუციის 78 მუხლში წერია, იმას გადაუხვიოს. მიხარია, რომ ამდენ გულათებულ ახალგაზრდას თუ ჩემი ასაკის, უფროსი ასაკის პროტესტანტებს ხედავთ. მე თქვენ დაგლოცოთ, გაგიმარჯოთ წარმატებები ამ გზაზე.
მადლობა ურმესი ბატონი ირაკლის. მნიშვნელოვანია ზოგადად რომ ადამიანები ვინც მათუმელი სტუდენტებისთვის სამაგალითოები არიან, უტარებენ ლექციებს, არიან აქ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მინდა ვთხოვო კიდე ესეთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მართლა ბათუმში აქციები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არ მახსენდება, სადაც ეს ადამიანი არ იყოს და მინდა მას ვთხოვო ლაშა ბაჟუნაიშვილი. სამშვიდობის, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიხარია ყოველდღე აქ მოსვლა და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ როგორღაც ჩამომიყალიბდა ასეთი ჩვევა, რომ ყოველ საღამოს სადღაც უნდა წავიდე და ეს სადღაც არის რა თქმა უნდა მოვიდე უნდა აქ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე. და თუ კი ვაგვიანებ რაღაცა ყოველთვის მაკლდება. ალბათ ეს განცდა იქიდან ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არის სწორედ ხალხმა თქვას თავისი სიტყვა. არალეგიტიმურ ხელისუფლებას უთხრას რუარი და მოხდეს მისი დემონტაჟი კანონიერი გზით. ალბათ არჩევნებით ყველაზე მთავარი. და რა თქმა უნდა, ამისათვის სწორედ საჭირო არის სწორედ აქ ამ ადგილას მოვიდეთ და რაც შეიძლება ხმამაღლად, ომახიანად, შემართებით, დიდი ენთუზიაზმით უთხრათ ჩვენს არაფორმალურ ხელისუფლებას არა და დავაძალოთ მას, რომ მოიქცეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად. დიახ, 2 კვირა გადის უკვე უნივერსიტეტი გაფიცულია და ბუნებრივია ჩვენი სტუდენტობის დიდი ნაწილი აქ დგას და ძალიან მიხარია თითოეული მათგანს, როდესაც ვხედავ. თითოეულ მათგანს ვეუბნები მადლობას, როცა პირისპირ ვხედავ მათ და ახლაც ვეტყვი ყველას მადლობა სამშობლო სამსახურისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიტყვა ხალხო. და მე ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. გავიდა შუალედური გამოცდები, მოდის ფინალური გამოცდები. მაგრამ ჩემთვის არ არის იმაზე დიდი გამოცდა, რაც არის აქ დგომა სამშობლოს მომავლისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება ერთად დავდგეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისათვის, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი წინაპარის მთავარი პრიორიტეტი, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე კულტურაში და ისე სხვა სოციალურ განვითარების სხვა ასპექტებში. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვარ ჩვენი წინაპრის კვალს მივყვეთ. ქუჩაში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურის კედლებში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ამ ქვეყანას გაიყვანს ევროპულ მომავალზე, გაიყვანს სამშვიდობოზე უპირველეს ყოვლისა. დიახ, ჩვენ ხვალეც მოვალ, ვერც ამინდი შეგვაშინებს და ვერც ბუნებრივია ვერავით არის გარემოება იმისათვის, რომ გამოვიდეთ და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ვიბრძოლოთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს მისი მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელსაც გააჩნია უდიდესი წყურვილი და სურვილი იცხოვროს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში. ო, ეგ ამბავი დაგვაყდა მე მგონი და ერთი დავიძახოთ, კაცო, ჩვენზე არ არის. საქართველოს გაუმარ? 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 ო, არ იქნებოდა ამის გარეშე და აი გარო ეგ ამბავი ქეთქეთა, რომ დაგვაყდა აშკარად. ხო, მოკლედ მომხსენებლები დამნიშნულოვანი ადამიანები ქალაქისთვის. ერთი ნაწილი გამოვიდა მიმართეს განსაკუთრებით რექტორებს უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ დამნიშნულოვანია ეხლა მათი აზრის აქ მოსმენა და დაფიქსირება და ჩვენ ვისაუბრეთ ჟურნალისტებზე, რომლებიც მართლა რაღაცა სამოქალაქო გმირობას ჩადიან და მათი დიდი ნაწილი პრეზიდენტმა დააჯილდოვა და ძალიან დიდი მადლობა მათ იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ისინი ფრონტის წინახაზეს ჩადიან. ეხლა ჩვენთან ერთად არის ჟურნალისტი, რომელიც ბოლო პერიოდში ალბათ ყველაფრის მომსწრე, შემსწრე თვითონ იყო. კარგად იცის რა ხდებოდა ამ ქვეყანაში უახლოეს წარსულში და იმასაც ხედავს თუ რა მდგომარეობაა დღეს და ძალიან მარტივად შეუძლია აგვიხსნას და დაგვანახოს ის პრობლემა, რაც განსაკუთრებით დედაქალაქში დღეს ხდება ხელისუფლების მხრიდან. ხო, მართლა რაღაცა საომარ ვითარებაში ვართ გადასულები და ერთმანეთის დამცავები გავხდით. ხო, ხელისუფლება
აღარ გვიცავს, შეზრდილია მაქსიმალურად კრიმინალთან და იქ უპრეცედენტო სოლიდარობა ერთმანეთის ექიმებიც ვართ, მეგობრებიც ვართ, თანამებრძოლების ფასი ეგეთია რა და მართლა ყოველთვის ვამბობდი რომ აი მარტის აქციების შემდეგ და ეხაც ახალი სამოქალაქო იდენტობა ჩამოყალიბდა საქართველოში და ახალი სამოქალაქო ნაციონალიზმის ნიშნები გაჩნდა და ეს ძალიან გასახარებელია და ამის ფონზე ქართულ ოცნებას გამარჯვება რო არ უწერია, ეს ყველაზე ნათლად ჩანს თბილისში აქციაზე ყოფნის დროს, როცა მართლა ყველა ერთმანეთის პატრონები ვართ. ეხლა მინდა სიტყვით თქვა მოგმართოს თორნიკე კვერეჭილაძეს. გამარჯობა ისმის ჩემი ხმა, მიხარია რომ შემიძლია თქვენთვის ხმის მოწვდენა. მე პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბოლო ამბავი რაც გავიგე არის ვატო ბჟალავა დაიჭირეს და შეიძლება არ იცნობთ თქვენ ვინ არის ვატო ბჟალავა. 2012 წელს სრულიად პატარა ბიჭი, მეც მაშინ პატარა ვიყავი ცოტა. ერთად მუშაობდით მეცხრე არხზე მე და ვატო ბჟალავა. შემდეგ ვატო მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციაშიც რაღაც წლების განმავლობაში. და დღეს მიადგნენ ძაღლი მიაბმევინეს ქუჩაში, ნაკიდი პროდუქტი რაც იყიდა დაატოვებინეს მაღაზიაში და ოჯახს არც კი უთხრეს რომ ის მიყავდათ. უბრალოდ რომ იცოდეთ რომ აქ არ არის საუბარი ხელისუფლებასთან თავის დროზე ან კონფრონტაციაში მყოფ ან ის ადამიანი მე გავიცანი როგორც მებრძოლი, ძალიან კარგი ჟურნალისტი და ასეთად ხედავდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც მას. თუმცა დღეს უკვე ის კოლექტიური ომის პარტიის წარმომადგენელია, ისევე როგორც გურამ როგავა, რომელიც ასევე მოგეხსენებათ და იცით ეგ ამბავიც, რომ ისიც მეცხრე არხზე მუშაობდა. მაგრამ დღეს მას დაძებდნენ და უკვე გაუტეხეს თავი და დანარჩენები ვინც არიან გარეთ და ვინც არიან იმ სიაში, თურმე იუმორისტების სია ცალკე ყოფილა, არ ვიცი იცოდით თუ არა, იუმორისტების სია, სადაც მეორე მხარეს მყოფი იუმორისტები ჯერ სამარცხვინოა რომ მხარეებადაა დაყოფილი, მithumet ეს იუმორში რომ ანუ სიცილიც კი რომ სხვადასხვა რაღაცაზე შეგვიძლია ეს რაღაცა უცნაური ამბავია. მოკლედ იუმორისტებსაც მიადგნენ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე იმას ჩემ მეგობრებთან რომ წლებია ამას ვიმეორებ რომ ახალი წელი არ იქნება. რომ კი ხო ჩვენ კალენდარზე რაღაც ზოგიერთი კომპანიის წარწერიან კალენდარზე ჩამოვხევთ ისე 31 დეკემბერს და მოვა 1 იანვარი, მაგრამ ავი პრობლემები, წარმოდგენები, ადამიანები, მათი შეხედულებები, მათი მსოფლმხედველობა არ შეიცვლება. თუ შენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში პრობლემები არ არის ახალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძიმე ვითარებაში ვართ ჩვენ. ჩვენ თუ პრობლემა არ გვაქვს ახალი, რომელზეც უნდა გვიწევდეს კამათი, რომლის გადაწყვეტაზეც, მოგვარებაზეც ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ღრმად ვართ საბჭოთა კავშირში. ჩვენი ტვინებიდან, ჩვენი მეგობრების, ადამიანების ტვინებიდან პირველ რიგში ეს არის გამოსადები. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც ღვედი გაგვიკეთეს ძალით. ანუ ჩვენ გააზრებული არ გქონდა ის, რომ ჩვენთვის ღვედი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული. არა, ჩვენ ღვედი გავიკეთეთ იმიტომ, რომ ჯარიმას დაგვიწერდნენ. ჩვენ ეს ხალხი ვართ, ჯერ და რავი ხო სხვა ჯერ ვერავის ვერ ჩამოვიყვანთ სხვა რომელიმე პლანეტიდან. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ ერთად, რას ვაპირებთ ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოდგენებით არიან სადღაც სხვაგან, მაგრამ ფიზიკურად არიან აქ ამ ქვეყანაში. მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა დაკავებულს და მიუმართო კიდევ ერთხელ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ადამიანებო, თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში, ყველანი ვერ გაფრინდებით პარიზში. ამ ფრანგულიც არ იცით, ზოგიერთებმა ქართულიც არ იცით, ზოგიერთებმა საერთოდ არ იცით არაფერი, ადამიანობა არ იცით, ეგ არის პრობლემა. ხო და ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ და მოსამართლეებო, მე მაგალითად მახსოვს ჩემი მოსამართლის სახელი და გვარი. ალექსანდრე გოგუაძე, რომელმაც 8 აგვისტოს გამასამართლა ჩაქუჩი დაარტყა რუსის გინებისთვის. თუმცა მე რუსი, ასე როგორც აღებული ცალკე ტურისტი კი არ მიგინებია. მე მტერს ვაგინებდი, თორემ ტურისტად კი ბატონო, ვისაც უნდა ჩამოსვლა და ამბობს, რომ საქართველო არის აი ისეთი როგორიც არის ახლა ოკუპირებული რუსეთის მიერ. თუ იტყვის იმას, რომ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, კი ბატონო, მობრძანდით.
ხო, ის ხინკალიც იქნება და ის ხაჭაპურის, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, როგორ უნდა დავხდეთ მტერს. და კი ბატონო, როდესაც კაიუტიდან მიფრიალებენ რუსულ დროშას, კი სურვილი მიჩნდება იმის, რაც ალბათ თქვენს გაგიჩნდებოდათ ის სურვილი, ხო? ჩვენ გვინახავს სამწუხელიძე, მე არ მინდა მერიდება ზოგადად გმირების სახელების ხსენება. ჩვენ აღარ უნდა გვჭირდებოდეს წარსულ გმირებზე. კი, ვადიდებდეთ უნდა მათ და ვახსენებდეთ. მაგრამ ცოცხალი გმირების ქვეყანად უნდა ვიქცეთ და ვყალიბდებით ასეთად. მე ამას ვუყურებ, მე ეს მომწონს ყველაზე მეტად. მე ახლა ჩემი მთელი სული და გული არის თბილისში. იმიტომ რომ ჩემი მეგობრებს ურტყამენ და მე ზუსტად ვიცი ახლა ჩემში შიგნიდან რა ხდება და რა ემოცია მაქვს. მაგრამ მე აქ უნდა ვიყო თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მე ბათუმელი ვარ და მაინტერესებს ხვალ ვისთან ერთად უნდა ვიყო და ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში აი ესე თვითონ გამოკრისტალდებიან და იტყვიან რომ ხო, მე უნდა ვმართო ქალაქი. ხო, მე უნდა ვმართო უმაღლესი საბჭო. კი, მე უნდა ვიყო ჩართული როგორც დეპუტატი. კი, მე უნდა ვიყო ჩართული როგორც რიგითი მოქალაქე. ჩვენი დიდი უბედურება არის ის, რომ ბოლოს უკვე როდესაც მეტასტაზი წასულია მთელ სხეულში, მაშინ გვიწევს გამოფხიზლება და მაშინ გვიწევს უკვე ყვირილი. ამას ჩემ თავზეც ვამბობ. მეც თქვენნაირი ვარ, მე სხვა კი არ ვარ, ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც თქვენ. ამიტომ ის პროცესი, რომელიც ახლაა დაწყებული, მე თან ძალიან მომწონს, ძალიან მახარებს. იმიტომ რომ გაგიცანით, ვიღაცებს ვიცნობდი ისედაც ქალაქიდან, ზოგიერთ სამსახურიდან, ძველიდან, აჭარის ტელევიზიიდან, ზოგიერთ უბრალოდ რა. მეც ისეთივე ბათუმელი ვარ, თქვენსავით ვცდილობ რომ ავწდე იმ ამოწეულ ფილებს, რომელიც არის ბორდიურებზე, იმიტომ რომ არას ასე რომ წყაიბრო გესმება. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა ახლა, რომელზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ მე მინდა აშით გავამხნევოთ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ხმა აუცილებლად მიუვა ყველა იმ განყოფილებაში, ყველა იმ სასამართლო პროცესზე, სადაც ამ ადამიანებს უსამართლოდ ასამართლებენ. არაფერი არ არის იმაზე დიდი უბედურება, როდესაც სასამართლოს წინ ახლავს სიტყვა უსამართლო. წვიმა რაც შეგვაშინებს ბათუმელებს. მიხვალხარ ჩემი პატივისცემა და ერთად დავსვევდეთ. ახლა ასია ალბათ საჭირო. გაუმარჯოს საქართველოს. შემდეგ გამოსვლელი იქნება კიდე ერთი გამორჩეული თანამებრძოლი ადამიანი, რომელიც ყველა აქციაზე ჩვენს გვერდით იდგა, მინდა სიტყვა მივცეთ თემურ ბაჯერიძეს. ოკის პირველი წვიმა დაიწყო ბათუმში, თუმცა ამის მიუხედავად როგორც ყველა მე სოლიდარული ვარ ყველა იმის მიმართ, ვინც დღეს ბრძოლის წინახაზზე დგას. განსაკუთრებით თბილისში და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც სასამართლო წოდებულმა რაღაც კლანმა დაამტყდია გაუგება რადგილას. დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ვებრძვით ძალიან მწყობრ პუნქტუალურ სისტემას. ეს არის 10 წლეულების წინ დაგეგმილი ოპერაციები, იგივე საბჭოთა კავშირის სამართალ და მორალურ მემკვიდრე რუსეთთან, უფრო ამორალურს ალბათ. შესაბამისად ისინი არიან მწყობრები, ისინი არიან დაალაგებული, რომელთაც დათვლილი აქვს ყველა ნაბიჯი, ყველა შემდგომი პროცესი, ყოველი ჩვენი აქტივობა. მაგრამ ჩვენ გვაქვს თავარი, რაც მაგათ არ გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს პატრიოტიზმი და თავისუფლების სიყვარული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულს არ არსებობს არანაირი მწყობრი სისტემა, რომელიც დაამარცხეს. გამორიცხული, ამიტომ ვარ ჩვენ მაგრები და ამიტომ ვერასდროს ვერ მოგვერევია. კი, პატარ-პატარა ბრძოლები შეიძლება წავაგოთ რაღაც პერიოდში, მაგრამ დიდი ომი ჩვენი მოსაგებია. შემდეგ უკვე რაც ეხლა ხდება პროცესი, ეს არის ძალიან კარგი. მე ამას სულ ვამბობ ჩემს მეგობრებსაც, თანამოაზრეებსაც ვეუბნები ხოლმე რა. და ხშირად აი თქვენთან, ბევრთან ალბათ მისაუბრია ამაზეც, რომ ეხლა სისტემა აუცილებლად აყირავდება, სხვა გზა არ არის, ესენ უნდა წავიდნენ. ამ სისტემის აყირავებასთან ერთად მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომ თქვენ ვინც აქ ხართ, თქვენ იქნებით ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ყველა პოლიტიკურ აქტორს მიუთითებთ, როგორი დღის წესრიგი უნდა იყოს ქვეყანაში. თქვენ აღარ მისცემთ არავის უფლებას იმას, რომ ზემოდან ქვემოთ გიკარნახოთ, როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. თქვენ დააყენებთ იმ პირობებს, როგორ ქვეყანაში გენდომება ცხოვრება და მე ვიცი, რომ თქვენ ყველაზე მაგარ ქვეყანაში გენდომება ცხოვრება და გინდათ. შესაბამისად, ეს ბრძოლა არის თქვენი
გამარჯვება თქვენი იქნება, გამარჯვება ჩვენი იქნება და ჩვენ ვიქნებით უკვე ტონის მიცემი იმისთვის, როგორი იქნება ჩვენი ევროპული ქვეყანა. და ეს ძალიან მალე იქნება. შესაძლოა ვიღაცისთვის რაღაცა ეს ბრძოლა გრძელვადიანი ჩანდეს, შეიძლება არის კიდევ გრძელვადიანი, მაგრამ ეს ბრძოლა მოგებული გვაქვს. ჩვენ დღეს ამ წვიმაში ბათუმელები ალბათ ნაკლებად, ხო არ გვეშინიათ იმის, მაგრამ თბილისში თუნდაც ნებისმიერ ამინში როცა შეუძლია ცივი წყლის ჭაულს გაუძლონ ადამიანებმა. იმათ ვერ მოუგებ ვერანაირად, იმიტომ რომ აქ არის პატრიოტიზმი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. შესაბამისად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობს ძალა, არ არსებობს წყობრის სისტემა, გინდა იყოს საბჭოთა, რუსული, რომელიც დაამარცხებს ამ დიდ ემოციას, ამ ერთად შეკრულ ქვეყანას და ამ თავისუფლების სიყვარულს. უღრმესი მადლობა. მადლობა თემოს. ხო, გაწვიმდა, აღჭურვილებიც ვართ და მართლა სასაცილოა ეხლა წვიმა კი არა, ჩვენი თანამებრძოლები რა დღეშიც არიან ეხლა იმის ფონზე ჩვენ მართლა აქ კაი ამბავში ვარ და წარმოუდგენელია ამან შეგვაშინოს მაშინ როცა ჩვენი თანამებრძოლები მათ შორის კიდევ ერთხელ სოლიდარობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს და მის დეკანს, რომლებიც მართლა წარმოუდგენელი ამის გამო არიან, ხო, დაკავებულები. ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადოთ, ამან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ბათუმი, თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანია ბათუმელი, ვინც პატიმრობაშია, ზოგს ორგანიზებული დანაშაულიც კი აქვს, მაგრამ აქ ჩვენ პირობა ვზდებთ, რომ მალე ხალხო, მალე თქვენ აუცილებლად იქნებით გარეთ, იმიტომ რომ გარეთ ვისაც მოუწევს წასვლა პირველ რიგში იქნებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენ რეალურად იქნებით სახლში, ეგ არის ამბავი. გარეთ კი არა, სახლში უნდა იყოთ, დედებთან უნდა იყოთ. არასუწყოვნები არიან დაკავებულები და რაღაცა მორალური პედესტალებიდან გველაპარაკებიან მართლა. სულუკიანები და მართლა ადამიანები, რომლებიც ძალიან შორს არიან, ხო, ყველაფერთან ადამიანურთან. ამიტომ ახლა წვიმა რანაირად შეგვაშინებს ჩვენ როცა ესეთ ბრძოლაში და ესეთ ომში ვართ. ყველაფრისთვის მზად ვართ და ასე აღჭურვილებიც ვართ და თუ საჭირო იქნება სხვა ყველანაირ მზაობასაც გამოვხატავთ იმისა, რომ უწყვეტად მხარში დაუდგეთ ჩვენს თანამებრძოლებს დედაქალაქში. ეხლა რაც შეეხება შემდეგ სიტყვით გამოსვლას, კიდევ ერთი უნივერსიტეტის პროფესორი უნდა გამოვიდეს ჩვენთან სიტყვით, რომელიც მართლა ყველამ კარგად იცით მის შესახებ, მისი აქტიობების შესახებ და ბათუმში თუ ვინმე ფრონტის წინახაზე დგას ხოლმე ბესეუს რექტორებიდან ესეც ერთ-ერთი მათგანია ეს ადამიანი და მინდა სიტყვით თხოვო მალხაზ ნაკაშიძეს. ძალიან მიხარია რომ ამბობ და ესეთი ზონა რომ და ეს არის შეიძლება ვთქვათ მართლა გადავწყვეტი ზონა ჩვენი დემოგრაფიის, ჩვენი დამოუკიდებლობის თავისუფლების და ევროპული მომავლის დასაცავად და ძალიან მიხარია რომ ასეთი ადამიანი ეს კიდევ არ შევიძლებთ და სოლიდარობა გამოუცხადო განსაკუთრებით აი ხელოვნების უნივერსიტეტში დაკავებულ დეკანს, პროფესორს და სტუდენტებს, ასევე თავარ არის და გამოუცხადო სოლიდარობა, რადგან მნიშვნელოვანია. არა, მადლობა. მოდი გკითხავთ, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. თქვენ ხშირად დადიხართ ხოლმე აქციაზე და სთავაზობთ ყავას აქციის მონაწილეებს. არა მარტო აქციის მონაწილეებს. კი. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფორმით ჩართვა და რა არის, რა გზავნილია თქვენი ამდენ დღიანი? მარტივად რო გითხრათ რა, არაფერი, ყველამ ჩვენი აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობისთვის. ვიღაცა ყავას მოადუღებს, ვიღაცა იქ რუპორით დადგება, ვიღაცა უბრალოდ ქოლგის ქვეშ დადგება, ვიღაცა მარშა უყვება და ასე შემდეგ და ესე რა. უბრალოდ თავარია გული გულობის და და თქვენთვის აქ ამდენ დღიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეობა რას ნიშნავს? რა გზა? იცით რა არის, მე მგონი ყველაფერი ნათელია რა, აი ჩვენი მომავალი, აი ახალგაზრდები, ყველა აი ევროპული მომავალი, მე მგონი კარგია ევროპული ცხოვრება, ხო? არავინ არ დადის დღეს ჟიგულით მამეთ ჭალებში რო ვთქვა, ხო?
სადა განვითარდა, გავედით, ნახეთ, როგორ არის და აი ვიცით რა არის პლუს 300 შვიდობა. მადლობა. აი ხარ. ფაქტობრივად პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ათქოს მიეცა შესაძლებლობა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ანუ ევროპამ პირველად ჩვენ გითხრა და მოგვანიჭა ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მომავალში საქართველოს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ევროკავშირის ქვეყანა, სადაც მართლაც იქნება ჩვენი მოქალაქეები იქნებიან, ჩვენ ვიქნებით დაცულები უსაფრთხოდ, სადაც არის ნამდვილი მშვიდობა და ფაქტია რომ არავითარმა პროპაგანდამ არ იმუშავა როგორც ომი გინდა თუ ასე შემდეგ რაც ხელისუფლება მოიგონა, არავითარმა ტყუილებმა საბოლოოდ არ იმუშავა და დღეს ჩვენ გვაქვს უდიდესი მხარდაჭერა, ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპაში, ევროკავშირში და ჩვენ ყველამ ერთად ერთობლივად უნდა მივახციოთ ამ მიზანს და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. ყველას გამარჯვებას გისურვებ. მადლობა ბატონო მალხაზ.